გაძვირებული ცხოვრების მიზეზებს ქართული ოცნების დეპუტატები საგამოძიებო კომისიის ფორმატში არკვევენ. სხდომაზე კვების პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს უსმენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობასა და მათ მიერ მიმწოდებლებისთვის დაწესებულ პირობებს ასახელებენ. ამბობენ, რომ უწევთ ასეთ მაღაზიებში პროდუქტი გაცილებით იაფად შეიტანონ, ვიდრე ეგრეთ წოდებულ უბნის მცირე მარკეტებში, რომლებიც მიმწოდებლებისგან პროდუქციას უპირობოდ ყიდულობენ. თუმცა, ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დასახელებული ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში გამოიწვევს თუ არა ეს საბოლოოდ მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასის შემცირებას. ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა არ არის. სხდომის დეტალებითა და ბიზნესმენების პოზიციებით ფორმულას ეთერს ნატალი ჯახუტაშვილი უერთდება და ის გააგრძელებს თემაზე საუბარს. ოცნების პარლამენტში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეგრეთ წოდებული ფასების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ეს შეხვედრა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს ქართულმა ოცნებამ ამ კომისიაზე დაიბარა ადგილობრივი მწარმოებლები და აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ძირითადად ისრები ბიზნესმენებს გადაჰქონდათ ქსელურ მარკეტზე. ისინი სრულ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ იმაზე, რომ ასეთი მაღალი ფასებია დღეს საქართველოში ყველა ტიპის პროდუქტზე. საუბრობდნენ იმაზე, რომ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ კონკრეტული სქემის განხორციელება შეძლოს რითეილმა, შეიქმნა ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კონგლომერატი და ისინი ცდილობენ ეგრეთ წოდებული უბნის მაღაზიების მოგუდვას და თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა ეს განცხადებები. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენ შემთხვევაში, მწარმოებლების შემთხვევაში, ეს არის ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ტერმინით რითეილებთან ურთიერთობა, ქართულად მოსახლეობისთვის გასაგებად საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა. იმდენად ასიმეტრიული სიტყვა ვიხმაროთ, იმდენად არათანაბარი და ყველაზე სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში იქნება უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი. თუ ამ საკითხს არ მიეხედა, ჩემი წარმოებას და ბევრი სხვაც ღმერთმა დაიფაროს პირდაპირ ხვალზე დაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე პირას და აი ჩაგეკითხებით, აი კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ, აი მაგალითად თქვენს პირობებში, აი რა პროცესებს ამ ასიმეტრიულ ურთიერთობებში, რა რეკომენდაციას მოგცემთ, რას შეცვლიდით? აი პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიმყოფებით პარლამენტში და ამას დიდი ხანია ვამბობთ, გარკვეული თამაშის წესების დაწესება. თქვენ ახსენებთ საცალო ქსელები. აი შესვლის რაიმე კონკრეტული ბარიერები არსებობს? ამ ბარიერებს ცივილიზებული ტერმინი აქვს შემოღებული, ქვია კომერციული პირობები, რომელიც მთავარი კომპონენტი გახლავთ ეგრეთ წოდებული cashback. მეორე კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი. მესამე კომპონენტი გახლავთ ადგილზე თაროს გადასახადი, მეოთხე კომპონენტი გახლავთ ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან, შენ ყველგან უნდა შეხვიდე. მეხუთე კომპონენტი, ძალიან მოკლედ ვამბობ, მე გავშალოდით. მეხუთე კომპონენტი გახლავთ, რომ მათ რასაც ფასს მიაწვდი და რასაც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკეთებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. როდესაც მე ერთეული პროდუქციის თვითღირებულება პირობითად მიჯდება 2 ლარი, საბოლოო თაროზე მისი ფასი არის 6 ლარი, ამ 2 ლარში ასახულია cashback-იც, ეს ყველა პირობები. დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, რომ საბოლოო ფასზე გავლენა მოახდინოს. თავისუფალი ბაზარი თვითონ განსაზღვრავს საუკეთესო ფასს ჩვენი მომხმარებლისთვის. კი ბატონო, იქ თუ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და კონკურენციის სააგენტოს, ასე ვთქვათ, გაძლიერების პირობებში, მაგრამ ფასზე მაინც იმოქმედებს. შეიძლება ჩემი 2 ლარი დარჩეს 2 ლარად, მაგრამ თაროზე ფასი რაც არის მთავარი ამოცანა მთავრობის და ამ მოქმედების დაწყებისაც ბატონმა პრემიერმა გამოაცხადა, სწორედ ის არის საბოლოო მომხმარებლისთვის შემცირდეს ფასი. ეს უეჭველი მოქმედებს cashback-ის ამოხდება იქიდან. ჩვენი ძირითადი კონკურენტები ქართულ ბაზარზე არის ზუსტად რუსული, უკრაინული, თურქული საქონელი, რომელიც შემოაქვთ უფრო იაფად და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია იდოს დაღზე ფაქტიურად აღარ არის. ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გაერთიანა დაახლოებით 1300-დან 1500 მაღაზიამდე, გითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართ. ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე დიდმა ქსელმა მოგთხოვა cashback-ი დიდი გაყიდების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს cashback-ი.
ამ ქსელებმა ეს cashback-ები ასახეს ფასებზე ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომელსაც არ ქონდა ამ ყველა cashback-ები, კონკრეტულად უუნარონი გახდნენ. როგორ მოახერხებს თავისუფალი ბაზრის პირობებში ივანიშვილის ხელისუფლება ხელოვნურად ფასების დაწევას პროდუქტებზე გაუგებარია სპეციალისტები ირაკლი კობახიძის ამ დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის ოცნების მთავრობის ცრუ დაპირებები და PR კამპანია, რაც შეეხება ამ შეხვედრებს, ფასების დაწევაზე შეხვედრები გრძელდება ოცნების პარლამენტში.